5 მითი, რომელიც ხელს გიშლით ცხოვრებაში. პირველი, თავი ხელში აიყვანე და ყველაფერი გამოსწორდება. თუ თქვენ იმყოფებით ნეგატიურ მდგომარეობაში, თქვენ ხართ თვით გადარჩენის რეჟიმში. არანაირი თავის ხელში აყვანა აქ არ იმუშავებს. ტვინი თიშავს რაციონალურ აზროვნებას, რომ დაზოგოს ენერგია. ასე მუშაობს თვითგადარჩენის პროგრამა. მეორე, რას შფოთავ უბრალოდ მოდუნდი. სანამ სხეული საბრძოლო მზადყოფნაშია, მოდუნება აღიქმება როგორც ხიფათი. აი წარმოიდგინეთ, რომ სკაფანდრი გაიხადოთ ღია კოსმოსში. მესამე, ყველა პრობლემა ბავშვობიდანაა. პრობლემა იმაში კი არა, მაშინ რა იყო, არამედ იმაში, რომ აქამდე რეაგირებთ ისევ როგორც მაშინ. თქვენ დიდი ხანია გაიზარდეთ, ფსიქიკა კი დარჩა წარსულში. მეოთხე, უბრალოდ არ იფიქრო პრობლემაზე და ყველაფერი გაივლის. აზრი არ აჩერებს ნეგატიურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რადგან შფოთი თავში კი არა, სხეულში ცხოვრობს. და სხეული რეაგირებს მაშინაც, როდესაც პრობლემა დიდი ხნის დავიწყებული გაქვთ. მეხუთე, ცოტა უნდა მოითმინო და ყველაფერი მოგვარდება. ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. როდესაც უბრალოდ ითმენთ, ფსიქიკა ასე ვერ აღდგება. პირიქით, ისე ჩვევა დაძაბულობაში ცხოვრებას და ეს ხდება მისი ნორმა. და რაც მეთხანს ითმენთ, მით ღრმად რჩება ეს მდგომარეობა თქვენს ფსიქიკასა და შესაბამისად სხეულში, რასაც ხშირად მოყვება ხოლმე ფსიქოსომატური დაავადებები, მათ შორის პანიკური შეტევები. კონსულტაციისთვის მომწერე პირადში.